გამარჯობა. დღეს ხუთშაბათია და ეთერში რედაქტორის დროა. მე გადაცემის წამყვანი BMG-ს რედაქტორი ინგა მორუსიძე ვარ. როგორ უნდა მოვიზიდოთ პირდაპირ უცხოური ინვესტიციები? რამდენად ადვილია ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის წარმოება? რა სჭირდება სექტორს და რა აინტერესებთ ინვესტორებს? სად არის სახელმწიფოს როლი და როგორ ხედავენ მწარმოებლები ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ ქვეყანაში არსებულ ვითარებას? ასევე, რამდენად მისაღებია ცვლილებები, რომელიც ფინანსურ სექტორს შეეხება და ასე შემდეგ. სწორედ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენს სტუმართან, რომლის საქმიანობის სფერო არაერთ მიმართულებას მოიცავს. თუმცა, გადაცემაში ორ ძირითად მათგანს გავშლით: ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია SAVI და ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია MAISI. მარიამ ქოიავა, ჩვენი სტუმარი, პირველის მმართველი პარტნიორია, ხოლო მეორეს დამფუძნებელი. ორივე კომპანია უკვე არაერთი წელია ბაზარზე ოპერირებს და მათი სახელი საკმაოდ ხშირად გვესმის სხვადასხვა კონტექსტში. როგორია მარიამ ქოიავას შეფასებები ამა თუ იმ საკითხზე და რა გეგმები აქვს როგორც ერთი ისე მეორე კომპანიის შემთხვევაში, ამაზე სწორედ ახლა ჩემს სტუმართან ერთად დავიწყებ საუბარს. მარიამ, მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით ინგა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მარიამ, ვიდრე ჩვენი საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე გადავალთ, მინდა გკითხოთ ბოლო მოვლენაზე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ახლა ხდება და რომელიც დარწმუნებული არ ეხება და შეეხება ყველა მოქალაქეს, რომელიც აქ ცხოვრობს. საუბარი მაქვს ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონზე, რის მიღებასაც მმართველი გუნდი ახლა ცდილობს 1 წლის წინ გავიარეთ ეს ყველაფერი. 1 წლის წინ არ მეგულება სამოქალაქო ან ისე აქტივისტი, რომელმაც არ დააფიქსირა თავისი პოზიცია ამ კანონზე. ახლა ოდნავ სახელშეცვლილი პოზიციით გვაქვს ეს კანონი. თქვენი როგორც ის კომპანიის წარმომადგენლის პოზიცია როგორია, რომელიც თანამშრომლობს არაერთ უცხოურ კომპანიასთან, არაერთ დონორთან გაქვს კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში. ხართ ამ მიმართულებით მუშაობთ. როგორია თქვენი პოზიცია ამ კანონთან მიმართებით? რას მივიღებთ? არის იმდენად ნეგატიური ან როგორ უნდა შევხედოთ ჩვენც, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქეებით? ეს კანონი ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, განსაკუთრებით მახსოვს იმ კუთხით, რომ როდესაც ხდებოდა ამ კანონის მიღებაზე, ასე ვთქვათ, პროცესები მიმდინარეობდა, ეს დაემთხვა ITB ბერლინის პერიოდს, როდესაც საქართველო იყო მასპინძელი ქვეყანა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურიზმის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცნობადობის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა ჰქონდა მაშინ, გასული წლის მარტი იყო ზუსტად ეს. და მაშინაც ძალიან ნეგატიური გავლენა იქონია, იმიტომ რომ პრინციპში ის თავარი პოზიტივი, რაც ITB ბერლინიდან უნდა მიგვეღოს საერთაშორისო პრესის კუთხით, ზოგ შემთხვევაში დაჩრდული იყო ამ პროცესებით, რითაც იმიტომაც მახსოვს სწავეთ, იმიტომ რომ ამ დროს ზუსტად ბერლინში ვიმყოფებოდი ITB-ს ფარგლებში. ჩემი პოზიცია, როგორც ქვეყნის მომავლის საკითხიდან გამომდინარე, ყოველთვის არის პროდასავლური ამ შემთხვევაში და ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს ჩვენს ან ვადაში ახანგრძლივებდეს ჩვენს ევროინტეგრაციას და დასავლეთთან აფილირებას, ჩემი აზრით, საქართველოსთვის მისაღები და სასურველი არ უნდა იყოს. ეს სახეშეცვლილი იქნება და კორექტირებული იქნება თუ შინაარსი თუ იგივე რჩება, ჩემთვის ეს მისაღები არ არის. კი ბატონო, თავარ ამბავზე, ერთ-ერთ თავარ ამბავზე თქვენი პოზიცია მისაღებია, გადავიდეთ საუბრის სხვა თემებზე. რამდენიმე დღის წინ ტურიზმის შესახებ წარადგინეთ პრეზენტაცია ერთ-ერთ საინტერესო კონფერენციაზე, რომ გითხრათ, რა პოტენციალი გვაქვს ტურიზმის მიმართულებით ჩვენ როგორც ქვეყანას და რა მოუყევით უცხოელებს და ვინ იყო შეკრებილი, რა უთხარით, რატომ უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში და როგორია მათი უკავშირი? აინტერესებთ ჩვენი ქვეყანა? პირველ რიგში მადლობა, რომ დაინტერესდით ამ მოვლენით, ჯერჯერობით არც გაშუქებულა. მარტის შუა რიცხვებში ვიმყოფებოდი შვეიცარიაში, ქალაქ ლოზანაში, სადაც იმყოფება სტუმართ მასპინძლობის კუთხით ნომერ 1, ანუ წამყვანი უნივერსიტეტი მთელს მსოფლიოში. ამ უნივერსიტეტში წელს იმართებოდა YHS Summit-ი, ესეთი Young Hospitality Summit-ს ეძახიან, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამიტი სტუმართ მასპინძლობის კუთხით უნივერსიტეტებს შორის ევროპაში. და იქ მქონდა შესაძლებლობა წარმოვიდგინა საქართველოს keynote speech-ის სახით, ანუ 45 წუთი ვისაუბრე საქართველოზე და კონკრეტულად ტურიზმის ინდუსტრიაზე და ინვესტიციებში ტურიზმის ინდუსტრიაში. შემიძლია ვთქვა, საკმაოდ დიდი დამსწრეთა აუდიტორია იყო, საერთაშორისო
საერთაშორისო სტუმრების, რომლებიც იყვნენ როგორც ევროპიდან და ამერიკიდან, ასევე ახლო აღმოსავლეთიდან, განსაკუთრებით საუდის არაბეთიდან. ნეომი იყო ერთ-ერთი სპონსორი კიდევაც ამ ღონისძიების. მე მიხარია რომ მქონდა ეს შესაძლებლობა, იმიტომ რომ მაქსიმალურად გამოვიყენე ეს დრო, გამეცნო საქართველოს როგორც საინვესტიციო ამ სექტორში საინტერესო ქვეყანა. და განსაკუთრებით ჩემთვის სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ მიუხედავად ბევრი ჩვენი აქტივობისა, ბევრ ევროპულ ქვეყანაში, თუნდაც ისეთში საკმაოდ კონსერვატულში, როგორც არის შვეიცარია, ცნობადობა ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის საკმაოდ დაბალია. ამიტომ ნებისმიერი შესაძლებლობა, რითაც შეიძლება თითოეულმა ჩვენგანმა წავწიოთ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანა წინ, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას აუცილებლად რა არის ჩვენი საინვესტიციო მიმზიდველობა ამ მხრივ ტურიზმის მიმართულებით. მე ვიტყოდი რომ ერთ-ერთი მიმზიდველი კომპონენტი არის ის, რომ ბევრი კონცეფცია ჯერჯერობით, რაც თქვათ ევროპაში არის გაჯერებული, განვითარებული, საქართველოში ჯერ არ გვხვდება. ხო? აი ეს შერეული კონცეფციები, ანუ ბევრი ტერიტორია და ბევრი კონკრეტული ლოკაცია სულ რამდენიმე წელია რაც იდგამს ფეხს ჩვენთან. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ბალნეოლოგიური და wellness და spa ტურიზმი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დღეს მსოფლიო მასშტაბით. ამ კუთხით საქართველოს ნამდვილად აქვს ესეთი გამორჩეული პოტენციალი, რომ კონკრეტული ესეთი destinations, რასაც ვეძახით, გახდეს მსოფლიოში და სწორედ ამ კუთხით მივაწოდე მათ ქვეყანა, რომ უკეთ გაეცნოთ და დაენახათ თუ რამდენად კარგი და წარმატებული შეიძლება იყოს მათი ინვესტიციები დღეს განვითარებად ქვეყანაში საქართველოს მაგალითზე, ვიდრე ვთქვათ განვითარებულ გაჯერებულ ბაზებზე, როგორც არის ვთქვათ ევროპა. როგორია უკავშირი? უკავშირი იყო საკმაოდ დადებითი, ანუ 2 დღის განმავლობაში ძალიან ბევრი მესიჯი და შეტყობინება მივიღე დადებითი უკავშირის სახით ამ კონფერენციასთან დაკავშირებით და ჩემს კონკრეტულ გამოსვლასთან. დავასრულე პრეზენტაცია იმით, რომ ვაჩვენე ჩვენი ვიდეო სტუმარის, რაც იყო გადაღებული და ზუსტად ITB ბერლინის ფარგლებში წარდგენილი გასულ წელს საქართველოს სახელით და რასაკვირველია ყველა მოხიბლული იყო და ძალიან პოზიტიური ემოციით იყვნენ დამუხტულები საქართველოსთან დაკავშირებით. კი ბატონო, რაც შეეხებოდა ინვესტირებას ტურიზმში. თუმცა მინდა ვისაუბროთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. გუშინ ეკონომიკის მინისტრმა საკმაოდ ამაყად გამოგვიცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან, რომ ბოლოს 3 წელიწადში 5 მილიარდზე მეტი პირდაპირ უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, თუმცა კომპანიების ჩამონათვალი არც ისე დიდი გვაქვს, საუბარია კომპანიებზე, რომლებიც დიდ ინვესტიციებს დებენ, მაგალითად როგორც იყო ინდორამა ბოლო წლებში. თქვენ როგორ ფიქრობთ, გვაქვს ამ მხრივ საამაყოდ საქმე პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მხრივ? ახლა გვაქვს ველოდებით, ყველანი მოლოდინის რეჟიმში ვართ, ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით, 2 ინვესტორს ესაუბრებიან, როგორი მოლოდინი უნდა გქონდეს, იქნება კიდევ ერთი დიდი ინვესტიცია და ზოგადად როგორ შეაფასებთ ამ პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მხრივ არსებულ ვითარებას ჩვენს ქვეყანაში? ზოგადად პირდაპირ უცხოური ინვესტიციები არის ყველა ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი პარამეტრი, ეს ჩვენ ვიცით, იმიტომ რომ ინვესტორებს შემოაქვთ თანხასთან ერთად მაღალ კვალიფიციურ სამუშაო ადგილებზეც ხშირად მოთხოვნა და ტოვებენ ქვეყანაში გარკვეულ ცოდნასა და გამოცდილებას, რითაც ადგილობრივი, ესე ვთქვათ, კადრები ზიზრდებიან, ხო? ამიტომ ყველა ქვეყანა ხშირად ისმის კითხვა, რატო მაგალითად FDI, ხო, უცხოური ინვესტიციები და რატომ თქვათ შიდა ინვესტორებზე რატო არ ზრუნავთ უფრო მეტად. რაც შეეხება ამ კუთხით მე ვიტყოდი, რომ საკმაოდ ნორმალური მაჩვენებელი გვაქვს იმის გათვალისწინებით, რა ვითარებაში გვიწევს რეგიონში არსებულ ვითარებას. მუშაობა. ეს ეხება თუნდაც post-covid პერიოდს, ეხება რეგიონში არეულობას დავარქმევ ამას ომის ფაქტორიდან გამომდინარე და თვითონ ჩვენთანაც რეგიონში რაც ხდება იქ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხები არის ინვესტორებისთვის. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენ აქ შიგნით, ქვეყნის შიგნით შეიძლება ამას აღვიქვამდეთ. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, საქართველოს ტრაექტორია ამ კუთხით აქვს კარგი, თუმცა რა შეიძლება გავაკეთოთ მეტი, ამას თუ ამ კითხვასაც თუ დავსვამთ, ჩვენი აზრით, შემდეგი მიზანი ჩვენი უნდა იყოს და აბაზე როგორც ვიცი აქტიურად მუშაობები მიმდინარეობს კიდევაც ხარისხიანი ინვესტორის შემოყვანაზე. ანუ არა ისეთი ინვესტორის, რომელიც შემოვა, თქვათ იგივე დეველოპერულ სფეროში განახორციელებს 2-3 წელი პროექტს და შემდგომ გაიტანს ამ თანხას უკან, არამედ ისეთი
ინვესტიციები, რომლებიც საშუალებადიან პერსპექტივაში ხასიათდებიან რეინვესტირებით საქმიანობის კუთხითაც და ასევე უფრო მეტ ცოდნასა და გამოცდილებას ტოვებენ უშუალოდ ქვეყანაში. და ეს მინიმუმ საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივით უნდა ხასიათდებოდეს. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით, გვაქვს ისეთი გარემო, რაც ინვესტორებს დააინტერესებს, რომ ინვესტიცია ჩადონ იგივე სასამართლოს მხრივ, არასამთავრობო სექტორის მხრივ, ანუ როგორ გარემოს როგორს ვახვედრებთ გადასახადების მხრივ? გადასახადების კუთხით რო დავიწყებთ, იმიტომ რომ მე ბიზნესის კუთხით ყველაზე კარგად უფრო ჩემი სფეროა და კარგად შემილია შეფასება. გადასახადები საკმაოდ ლოიალური გვაქვს და მიმზიდველი გვაქვს. ანუ პრინციპში ვერც წარმოვიდგენ ამაზე ნაკლები გადასახადის სტრუქტურაში როგორ შეიძლება რომ ვიარსებოთ და როგორ შეიძლება რომ მოვხიბლოთ დამატებით ინვესტორი, იმიტომ რომ ისედაც ძალიან კარგი შეთავაზება გვაქვს. სასამართლოს საკითხი სამწუხაროდ ბევრი ინვესტორისთვის კვლავაც არის შემოფერხებელი, შესაძლებელი იყოს შემოფერხებელი ფაქტორი და ამიტომ კერძო არბიტრაჟით ან საერთაშორისო სამართლის რეგულირებით შეიძლება შემოდიოდნენ ქვეყანაში ან დებდნენ გარკვეულ გარიგებებს, ამას ხშირად ხვდებით, ამიტომ კი შეიძლება ეს იყოს საკითხი შეიძლება იყოს, მაგრამ ამის ესე ვთქვათ, ამ რისკის დაზღვევას ინვესტორები დღეს ახდენენ და ამიტომ ჩვენ ვერ ვიტყვით იმას, რომ მხოლოდ სასამართლოს გამო ჩვენთან ინვესტორი არ შემოდის, იმიტომ რომ ამ რისკის გადაზღვევას ინვესტორები არბიტრაჟი, უმეტესწილად არბიტრაჟის სახით ან სხვა საერთაშორისო იურისდიქციის ფარგლებში შეთანხმებების გაფორმებით ამას ახდენენ. რაც შეეხება უშუალოდ რამდენად შეიძლება საქართველოს ხდებოდეთ საინტერესოდ, ანუ ფიქრობთ, რომ თუნდაც იგივე სახელმწიფო პროგრამები, რაც არსებობს დამატებით, ესეც ხშირ შემთხვევაში ზოგიერთი ინდუსტრიისთვის ძალიან დიდი დადებითი ფაქტორია. შეთავაზებებს და ბენეფიტებს გულისხმობთ, რასაც დიახ, თუნდაც პირდაპირ უცხოური ინვესტიციების გრანტი, რომელიც არსებობს, თუნდაც სესხის პროცენტის სუბსიდირების კომპონენტი, ხომ ზოგიერთი სექტორისთვის, პრინციპში ძალიან ბევრი სექტორი გადის ამ ფარგლებში. ამ პროგრამის ფარგლებში ძალიან დიდ დადებით როლს თამაშობს. თუმცა აქვე ერთი ფაქტორიც მინდა ავღნიშნო, ანუ კონკურენცია დღეს საერთაშორისო ინვესტორებზე მსოფლიო მასშტაბით არის საკმაოდ დიდი. უფრო დიდი ვიდრე ეს იყო 10, 15 ან 20 წლის წინ. დღეს ძალიან ბევრი ქვეყანა ცდილობს, რომ წარმოაჩინოს თავისი კონკურენტული უპირატესობა და აჩვენოს ინვესტორს, რატო არის მისთვის უფრო მისაღები, მისთვის უფრო ხელსაყრელი და მომგებიანი კონკრეტულად აი ამ ქვეყანაში მოახდინოს ინვესტირება. ძალიან კარგი მაგალითია თუნდაც იგივე მოროკო. მაგალითად, რომელსაც აქვს იმპორტის გარეშე პროდუქციის შეტანის შეთანხმებები როგორც ევროკავშირთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამით მაგალითად ძალიან ბევრ მწარმოებელ ქვეყანას გლობალურად იზიდავს. იმიტომ რომ ესე დამატებით უპირატესობას აჩვენებს იგივე გადასახადების კუთხით კონკრეტულად წარმოების სფეროში. ამიტომ ესე ვთქვათ, კონკურენტებიც ნელ-ნელა წამოგვეწივნენ და უფრო მეტი უნდა იყოს შეთავაზებული საშუალოვადიან პერსპექტივაში, რომ გაუწიოთ კონკურენცია. მეტად ვაჩვენოთ ჩვენი კონკურენტული უპირატესობა რაიმე დავიჭიროთ ჩვენი ნიშა და ეს ვაჩვენოთ ინვესტორებს. მარიამ, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია SAWIZ-ზე მინდა ვისაუბროთ, უკვე არაერთი წელია ბაზარზე ხართ. მინდა გითხრათ ცოტა მოკლედ, რამდენ კომპანიასთან თანამშრომლობთ უკვე და რა არის ის ნიშა, რის გამოც SAWIZ-თან უნდა თანამშრომლობისთვის უნდა მოვიდნენ კომპანიები. რა სერვისს თავაზობთ თქვენ იმისთვის, რომ დააინტერესოთ ისინი? ჩვენ ბაზარზე ვართ უკვე მე-9 წელი და პრინციპში შემდეგ წელს გვექნება 10 წლის იუბილე, აუცილებლად დაგპატიჟებთ. გეგმავთ საინტერესო აქტივობებს. ზუსტად სხვათა შორის ერთი კვირის წინ ვუყურებდი შემთხვევით ჩვენი პროექტების ჩამონათვალს და 299 პროექტი გვაქვს ამ პერიოდის განმავლობაში შესრულებული, რაც საკმაოდ მაღალი რიცხვია იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია სულ რაღაც მე-9 წელია, რაც არსებობს ბაზარზე. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ არაერთ სხვილ კომპანიასთან, კერძოსთან გვიმუშავია და ასევე ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ საერთაშორისო დონორულ ორგანიზაციებთან. გვაქვს წლიდან წლამდე საკმაოდ ბევრი წარმატებული პროექტი მათთან ერთად განხორციელებული. კითხვა თუ რატომ უნდა მოვიდნენ ჩვენთან, ზოგადად რატომ მოდიან? ალბათ ერთ-ერთი მთავარი პასუხი არის ის, თუ როგორ ვუდგებით ჩვენ საქმეს. და ამ კუთხით ყოველთვის ვამბობ, რომ ეს არ არის თქვათ მხოლოდ რჩევა და კონსულტაცია. საკონსულტაციო კომპანია ხშირად ჩერდება იქ,
რომ ეს კარგია რომ გააკეთო, მაგრამ როგორ გააკეთებ, ვისთან ერთად გააკეთებ და ასე შემდეგ უკვე კონსულტაციის მიმღების პრეროგატივა არის. ჩვენ ძალიან ხშირად მივდივართ აი ამის მიღმა, მსხვერპლს მიღმა და რასაც ვურჩევთ, იმის იმპლემენტაციაში შევდივართ. უმეტესწილად ეს ეხება კომპანიაში ფინანსურ და სტრატეგიულ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია კომპანიებისა და ბიზნესების ზრდასთან, ახალ მიმართულებების დაწყებასთან, სწორი ფინანსური სტრუქტურის შექმნასთან და შემდგომ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სისრულეში მოყვანასთან. ესენი არის ჩვენი ძირითადი მიმართულებები, შესაბამისად, ტექნიკურ ეკონომიკური კვლევიდან ბიზნეს გეგმიდან და ფინანსური მართვიდან დაწყებული საინვესტიციო რჩევებამდე დამთავრებული არის ჩვენი მომსახურების, ასე ვთქვათ, სპექტრი. როგორ გაიზარდა ბიზნესი ამ 9 წლის განმავლობაში თქვენი როგორც ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის გადმოსახედიდან ეს კულტურა, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ, როგორი იყო 9 წლის წინ და ახლა როგორია, მიმღებლობა როგორი აქვთ ადამიანებს, თუნდაც ფინანსური გამჭვირვალობის, რაღაც მოწესრიგებულობის და ასე შემდეგ. ანუ რა ეტაპები გავიარეთ და ახლა სად ვართ ამ მხრივ, აი ბიზნესების განვითარების თვალსაზრისით? ბიზნესის განვითარების კუთხით მე ვიტყოდი რომ ჩვენ ესეთი ნახტომისებრი პროგრესი ამ პერიოდის განმავლობაში არ გქონია, ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვიმჩნევია. შეგვიძლია ვთქვათ რომ თუნდაც იგივე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შედეგად ვიცით რომ ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების კუთხით კანონით შემოვიდა და ინფორმაციის გამჭვირვალეობა და წარდგენა სავალდებულო გახდა უკვე 2018 წლიდან. ეს მნიშვნელოვანი სიახლე იყო იმ დროისათვის კომპანიებისთვის და შემიძლია ვთქვა რომ ძალიან ბევრი თაობის ბუღალტერს და ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტს სწორედ აი ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებებიც კი შეუტანიათ, ანუ ფინანსურ ანგარიშგებებში და შედეგებში, რასაც წარადგენდნენ, იმ კუთხით რომ დავამსგავსეთ და უფრო გამჭვირვალე გავხადეთ ფინანსური შედეგები საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში, მაგრამ დღეს მაინც გონია რომ წარმატებულ დავარქვათ ევროპულ მოდელამდე ბევრი გვიკლია. ხედავთ აი ამ განვითარების ტემპს და გზას და შედეგებსაც, მაგრამ გონია რომ უფრო მეტი გაცნობიერებულობა და დავარქვათ ამას კი მეტი სჭირდებათ ამ კუთხით და უნდა ხვდებოდნენ რომ ნებაც ალბათ ხო? შეიძლება ინფორმაცია აქვს, თუმცა ნება და გადაწყვეტილება სჭირდება იმას რომ მეტად გამჭვირვალე იყოს. კი ბატონო, ანუ უნდა ვხედავთ აი მაგალითად მარტივ მაგალითს მოვიყვან ფინანსების კუთხით, ხო? ყოველთვის ვამბობთ რომ ნებისმიერი სტრატეგიული როგორი მცირე ან უდიდესი გადაწყვეტილების წინაშეც არ დაიდგეს კომპანია, სწორი ფინანსური და დროული ფინანსური შედეგის ყურება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ხო? ჩვენ თუ ფინანსურ ინფორმაციას დამფუძნებლებიან მენეჯმენტი იღებს თვენახევარი ან 2 თვის დაგვიანებით, ის უკვე რეალობას მოწყვეტილია და იღებს გადაწყვეტილებას ინტუიციით. რაც კარგია, ინტუიცია მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ მხოლოდ ინტუიციაზე და დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება ხშირად საშუალებადიან პერსპექტივაში შორს ვერ მიგვიყვანს, ვერ წაგვიყვანს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო კომპანიებთან კონკურენციის კუთხით სუსტ პოზიციაში გვაგდებს, იმიტომ რომ საერთაშორისო კომპანიებმა იციან ხარისხიანი სანდო და დროული ინფორმაციის ფასი, ეს შეიძლება იყოს როგორც ფინანსური ინფორმაცია, ასევე სხვა ტიპის ინფორმაცია, რაც ბიზნეს საქმიანობასთან არის კავშირში და იყენებს რა ამ ინფორმაციას მოქმედებს აქედან გამომდინარე, ხო? შესაბამისად, მე ვისურვებდი, რომ აი შემდეგი 5 წლის თავზე, როდესაც თქვათ მსგავსი ინტერვიუს ჩავწერდით თქვენთან ერთად, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ხო აი როგორ ნახტომისებურ განვითარდა ბიზნეს კულტურა იმ კუთხით, რომ ხვდებით, რომ ფინანსები ეს არ არის მხოლოდ ყოველი თვის 15 რიცხვში დეკლარაციის გაგზავნა და შემდეგი თვის 15 რიცხვამდე დასვენება. კი ბატონო. გარდა ამ კონსულტაციის ამ გასულ წელს დაიწყეთ საქმიანობა თუ არ ვწდები გასულ წელს შეთავაზება სხვადასხვა უცხოური კომპანიებისთვის საქართველოში ინვესტირების თაობაზე. ერთი იყო Berry Farms-ში განთავსდა ეს 2.5 მილიონის ინვესტიცია იყო, საუბარია ლურჯი მოცვის გაშენებაზე. გასულ წელს სექტემბერში თქვით ჩვენთან წერტილში ინტერვიუში, რომ კიდევ სხვა კომპანიებსაც ემუშავებოდით და წლის ბოლოსთვის იყო საუბარი, რომ კიდევ სხვა ინვესტიციები განთავსებული იყო, რას თავაზობდით და როგორ დასრულდა ეს მოლაპარაკებები და ახლა თუ გაქვთ კიდე შეთავაზებები, რა
რა მიმართულებით ურჩევთ ინვესტირებას კომპანიებს? კეთილი. აქ ვიტყოდი, რომ საინვესტიციო მიმართულება SAWI-ში რამდენიმე წელია უკვე არსებობს, მაგრამ არის უფრო ისეთი ბუტიკური, ანუ არ ვაქვეყნებთ საჯაროდ პროექტებს და ხდება ინდივიდუალური შეთავაზება ინვესტორებთან მათთვის საინტერესო სფეროებიდან გამომდინარე. ხო? შეიძლება ზოგიერთი საინვესტიციო ჯგუფისთვის ეს იყოს აგრის სფერო, შეიძლება ზოგიერთისთვის იყოს უძრავი ქონება, წარმოება და ასე შემდეგ. ანუ ჩვენი მიდგომა არის ვიმუშაოთ მცირე რაოდენობის პროექტებზე და ამ მცირე რაოდენობაში დავდოთ მაქსიმალური შედეგი. როგორც მაგალითად მოცვის მიმართულებით, გასულ წელს გადავხედეთ რა აგროსფეროს ზოგადად და რა პოტენციალი შეიძლება გქონდეს აგროში. და სხვათა შორის ჩემთვის ეს სფერო ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს შეიძლება AI, ტექზე და იგივე ბიოტექზე და ნებისმიერ ესეთ დავარქვათ აღმატკინებელ საინტერესო სექტორებზე ბევრ საუბრობდეთ და გვჭირდებოდეს, ხომ? ძალიან ცოტა საუბრობს იმაზე, თუ კვებითი უსაფრთხოება რამდენად პრობლემატური შეიძლება იყოს 15-20 წლის განმავლობაში. ანუ მოთხოვნა იგივე პროდუქტებზე, მოთხოვნა პირველად წარმოებაზე დღეს ევროპულ ქვეყნებში და ამერიკაში მაგალითად არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ხო? იმიტომ რომ სანამ ჩვენ მხოლოდ თქვათ ერთი კონკრეტული სექტორის არამატერიალური აქტივებით შეიძლება ვიყოთ დაკავებული, ამ დროს ჩვენ შეიძლება ვიყოთ სრულიად იმპორტდამოკიდებული ქვეყანა საკუთარი პროდუქტების კუთხით, იმიტომ რომ ეს გლობალური პრობლემა არა მხოლოდ იქნება, არამედ უკვე არის. ამიტომ აგროს როდესაც გადავხედათ, იმ დროს ჩვენთვის ერთ-ერთი საინტერესო იყო მოცვის ინდუსტრია, ბევრი სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე. დღესაც აქტიური აგიტატორი ვარ მოცვის ბიზნესის. მგონია რომ 60-ვედ რაც გამოდგება საქართველოში, ყველა მიწა მოცვისთვის უნდა იყოს სთავაზობთ სხვადასხვა კომპანიებს. აუცილებლად კი, იმიტომ რომ გვჯერა ამის ხო არ ველოდებით ინვესტირებას, თუნდაც მოცვის მიმართულებით. სხვათა შორის Berry Farms-ის შემდეგ გასულ წლის ბოლოს კიდევ ერთი მსგავსი მოლაპარაკება დავხურეთ და დამატებით 32 ჰექტარი შეიძინა ინვესტორმა ASHISH-დან ამ შემთხვევაში და ის აპირებს მოცვის ბაღების გაშენებას, თუმცა ასევე სამეგრელოში, ასაკურველი, ასევე სამეგრელოში და გაშენება არის დაგეგმილი წელს უკვე შემოდგომას. დაახლოებით იგივე მასშტაბი, იმიტომ რომ Berry Farms-იც მიწა 31 ჰექტარის ფარგლებში იყო, დაახლოებით იგივე მასშტაბი და წელს მიზნად მაქვს კიდევ ერთი მსხვილი პროექტით განვახორციელოთ მოცვის ინდუსტრიაში. ანუ ვცდილობ რომ ავიღოთ სექტორი და მაქსიმალურად, ესე რომ ვთქვათ, პოპულარული გავხადოთ ის ჩვენი ინვესტორების, ესე რომ ვთქვათ, წრეებში. გარდა ამისა, დავიწყეთ ინვესტიციების კუთხით წელს მუშაობა აქტიურად ლოგისტიკის სფეროსაც, იმიტომ რომ ესეც ვატყობთ განსაკუთრებით ეს შუა დერეფანის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი სექტორი არის საქართველოში. თუ არის დაინტერესება და ვის აინტერესებს ლოგისტიკა ჩვენს ქვეყანაში? სხვათა შორის გასულ კვირას გამოვიდა გასაჯაროვდა ინფორმაცია აბუ-დაბის პორტის განხორციელებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით თბილისის მშრალ პორტში. თბილისის მშრალი პორტი არის პროექტი, რომელიც ჩვენ დავწერეთ 2019 და 20 წლებში, წერდით, ანუ მან დაკავშირებულები ვიყავით აქტიურად და ძალიან გულშემატკივრობდით თბილისი dry ports იმისათვის, რომ ეს ინვესტიცია, ესე რომ ვთქვათ, წარმატებით დაესრულებინა. ეს ძალიან კარგი მაგალითია, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ საერთაშორისო ინვესტორი უცხადებს ნდობას ქვეყანას და შემოდის საკმაოდ მსხვილ პროექტში, ეს ყოველთვის სფეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თუნდაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ჩნდება დამატებითი ინტერესი დასავლეთისკენ უკვე ლოგისტიკური ჰაბების შექმნასთან დაკავშირებით. აქვე ვხედავთ, რომ არის ცალკე პროგრამები იგივე სუბსიდირების კუთხით სახელმწიფოს მხრიდან, ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს საერთაშორისო ფონდების მხრიდანაც, რომ თანა დაფინანსების კუთხით შევიდნენ ამ სექტორში, ამიტომ მე მგონია, რომ რამდენიმე წელიწადში ძალიან ბევრი კარგი პროექტი გვექნება აქ. იმედი გვაქვს, ბევრი მათგანი ასევე ჩვენი იქნება. წარმატებები SAWI-ს და ჩვენ ქვეყანას ინვესტიციების